დღეს ეზეკიელი წინასწარმეტყველის ხსენება. საინტერესო ის არის, რომ ეზეკიელ წინასწარმეტყველის 38 თავი ძალიან მნიშვნელოვანი 38 და 39 თავი თავებში არის წინასწარმეტყველება ბოლო დროის. ანტიქრისტიანული ძალები სულ სხვანაირად განმარტავენ ამ თავს. ჩვენ ეს არ გვაინტერესებს. თავარია, როგორია განმარტება ნამდვილი ქრისტიანობა. იქ წერია ესეთი რამ 38 თავში, რომ გოგისა და მაგოგის ჯარები წამოვლენ ჩრდილოეთიდან და დაესხმებიან თავს ისრაელს. ხოლო ღმერთი გაანადგურებს ამ ჯარებს. განმარტება ქრისტიანული არის ესეთი. იქ წერია ბოლო ჟამს. ბოლო ჟამს ისრაელი ეს ქრისტიანებია. ჩვენ მართლა გოგი და მაგოგი ჩრდილოვანი ჯარი, ესეთი სიმბოლური მნიშვნელობა. გოგის და მაგოგის ჯარები ეს არის ანტიქრისტეს ჯარი. ხოლო როდესაც ანტიქრისტე გადაწყვეტს საბოლოოდ განადგურებას ქრისტიანების და შეკრებს ჯარს და ამ გადაწყვეტილებას მიიღებს და დაიწყებს ესე შეებრძოლება ისრაელს ანუ ქრისტიანებს, მოხდება მეორე მოსვლა და ღმერთი გაანადგურებს ანტიქრისტესა და ანტიქრისტიანულ ჯარებს. აი ეს არის განმარტება. მას სხვანაირად მარტავენ ანტიქრისტიანები და დღეს სხვადასხვა პოლიტიკაც რაც მიდის აი სულ ამ თავებზეა დარწმუნებული. 38 თავებზე ეს ვიცოდეთ, ეს აქ ლაპარაკი არაა ანტიქრისტიანების გამარჯვებაზე, ახლა პირიქით აქ არის საბოლოო გამარჯვებაზე ქრისტიანების ჩემო თვითფასება. აი დღეს კვლავ პავლე მოციქული წინ გვისწრებს დღევანდელ ზეიმში, იმიტომ რომ კვირა დღეს არის ქრისტიანების ზეიმი. და როგორც 67 ფსალმში წერია და მე მინდა ფრაგმენტულად წავიკითხო ეს ადგილები. თანამედროვე აღზრდილი ღმერთი განივლინენ მისი მტრები და მისი მოძულენი უკუიქცენ მისგან. ხოლო წმინდანები გაიხარებენ. აქეთ ღმერთი იგალობეთ მის სახელი, განადიდეთ, აი წირვალზე ვარ და ვგალობ, ხო? ვინც წასწერავს, უფალია მისი სახელი, ილხინეთ მის წინაშე. ღმერთო, როცა შენი ხალხის წინაშე გამოხვედი, როცა ფეხი დადგი უდაბნოში, დედამიწა შეირყა, სამი წვეთავდნენ და ის რაც მოხდა, როცა გამოდიოდა ისრაელი, ძველი ისრაელი. უფალი იძლევა სიტყვას მახარებელთა დიდი გუნდისა, აი ხადაგება მახარებლებისა. დიდი გუნდის, იმიტომ რომ 12 მოციქული იყო, 70 მოციქული იყო და თითეულს ყავდა, რა თქმა უნდა, მრევლი იყო მთელი მსოფლიო მოაქციეს, მაგრამ ყავდათ განსაკუთრებული ესე იგი მოწაფეები. ზოგს 5, ზოგს 10, ზოგს 100. ეხლა რომ მათემატიკის გენია ჩავთოთ, წარმოიდგინეთ, რა თქმა უნდა, მახარებელთა გუნდი არის, როგორც აქ წერია, დიდი გუნდიო. კურთხეულას უფალი, ღიფიდეს ბრუნავ ჩვენზე, ღმერთი არის ჩვენთვის მშველელი და ნახეთ, დაასვლა ღმერთო სვლა
ჩვენი ღვთისა, ჩემი მეფის წმინდანში, ანუ სვლავ ჩვენ ვთქვით ზეიმია აღწერილი, ყოველნაირი ზეიმი, განსაკუთრებით აი აღდგომის დღე, კვირა დღე, იგივე გამეორება აღდგომისა და წინ წარსდგებიან გამობლები, უკან მუსიკოსები, შუაში ქალწულები, კრებულთა შორის ადიდე ღმერთი უფალი წყაროდან ისრაელისა და აი პავლე მოციქულზე. იქ ბენიამინი უმრწმესი წინ წახდა, გესმით თქვენ? წინ წახდა და უძღვის ამ ზეიმს და მთელი ქრისტიანული ეკლესიის ისტორია ესა. აი დღესაც ნახეთ, ჩვენ ხო ვთქვით, რომ ყოველ კვირა დღეს იკითხება მხოლოდ და მხოლოდ პავლე მოციქულის ეპისტოლები, გესმით თქვენ? მთელი წლის განმავლობაში, მთელი წლის 365 ყოველ დღე, ყოველ კვირა, მხოლოდ და მხოლოდ პავლე მოციქულის ეპისტოლები და ვკითხულობ დღეს პირველი კორინთელთა პირველი თავის მუხლები წავიდი. გესმით თქვენ, რომ ამ ზეიმს წინ უსწრეს ბენიამინის ტომის წარმომადგენელი, ანუ პავლე მოციქული, როგორც წმინდა მამები ამბობენ. და ეს დიდებული ეპისტოლე პირველი კორინთელთა მიმართ ეპისტოლე, სადაც ჩემო ძვირფასებო, ნახეთ, აი დღეს რო გადავხედე ამ პირველ კორინთელთას თავებს, გამახსენდა გალაქტიონის ლექსი, ქებათა ქება, ნიკორწმინდა საი, პერიფრაზი რო გავაკეთოთ, ზუსტად ნამდვილად იგივეა, რაც პავლე მოციქულის ეს დიდებული ეპისტოლეები. აი მაგალითად ვკითხულობდი და ჩემთვის დიდებული სხივი გამოვწმინდა, კვიდრა დაწერა, ვინაც დაწერა, ცით დაამშვენა ეს დიდებული ეპისტოლეები ჩემო ძვირფასო. რა განცი ქონია, რა მხნე, რა მდიდარი, ჟღერს სიტყვის ჰარმონია, დარობს რა მდიდარი. აი ნახეთ, ვინაიდან სიტყვა ჯვრის შესახებ სისულელია მათთვის, ანუ ქრისტიანულ, სისულელია მათთვის, რომლებიც იღუპებიან, აი ვინც დაღუპულია, ვინც ღმერთმა იცის, რომ წინასწარ არ აღიარებენ ქრისტეს. ამათთვის ეს არის სისულე, ხო? ხოლო ჩვენთვის, რომელიც გადავრჩებით ღვთის ძალა, ნახეთ რა ეპისტოლეები ჩემო ძვირფასო. ესე იგი, ხო დასცინია ქრისტიანობას, ხო წარმართები, ხო ქართველი მუსლიმი, ევროპელი დასცინია, დასცინს ქრისტიანობას, ხო რა აღსდგა ქრისტე, რა სასწაულებიო და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ კიდევ და კიდევ ვიმეორებ ჩემო ძვირფასებო, რომ ქრისტე ჭეშმარიტად აღსდგა, იმიტომ რომ ქრისტე რო არ არის მდგარი და მოციქულებს როგორც წერია მაშინ, ვითომ რომ მოიპარეს მოციქულებმა ქრისტეს გვამიო, თუ ესე მოხდა 12 მოციქული უსწავლელი, არაფრის მქონენი, მებადურენი, ღარიბნი, როგორ გავრცელებდნენ ქრისტიანობას, ჩემო ძვირფასო. მტკიცებულება ამბობს იოანე ოქროპირი იმისა, რომ როდის ამბობს და დღეს მით უმეტეს, რომ ქრისტიანობა ნამდვილად აღსდგა ქრისტე და ქრისტიანობა იქადაგეს, სასწაულები დაამტკიცეს მოციქულებმა, ეს არის ქრისტიანობის არსებობა დღეს მით უმეტეს. მაშინ მეოთხე საუკუნეში ამბობდა, ეხლა 21 საუკუნის მეოთხედი გავიდა. გესმით ჩემო ძვირფასო? სად არის ბრძენი, სად არის მწიგნობარი, სად არის წუთისოფლის მოკამათე, განა სულელება და რეაქცია ღმერთმა, ქრისტე ღმერთმა ქვეყნიერებს სიბრძნე. ვინ იყო ყველაზე დიდი? პლატონი, ხო? ყველაზე დიდი სიბრძნე, არისტოტელე, სოკრატე. ეხლა მოდი პითაგორა და ასე შემდეგ. გინახიათ თქვენ პითაგორელები, ალბათ რაღაცა გამიგია. ან პლატონისტები, რაღაცა ერთი-ორი კაკალი ფილოსოფიის, ერთი-ორი ადამიანი ფილოსოფიის ფაკულტეტზე, ყველგან. ან სოკრატისტები და ასე შემდეგ. და ქრისტიანები ჩემო ძვირფასებო, მიუხედავად იმისა, რომ აღარ მრავლდებიან, მუსულმანები როგორ მრავლდებიან, მიუხედავად ამისა, უფრო ყველაზე მეტნი არიან ერთად აღებული თქვა. მართლმადიდებლები, კათოლიკები,
შესაძლებელი გესმით თქვენ სიდიადე ქრისტეს სიჩემო ძვირფასებო და მოკლედ ახლა ბევრი რომ აღარ გავაგზავნოთ პავლე მოციქული ამბობს რომ დაბიონი ამოირჩიაო იგივე ეპისტოლეში ღმერთმა დამცირებული არარსებული რათა გაუქმოს არსებული და მეც მოვედი თქვენთან ძმებო მოვედი ღვთის მოწმობის საუწყებლად არა ამაღლებული სიტყვით ან სიბრძით რადგან გადავწყვიტე არაფერი მცოდნო და თქვენ შორის გარდა იესო ქრისტესი ისიც ჯვარცმის გესმით თქვენ რა მართლა იმ ლექსის არის პოეზია რელიგიური პოეზია განსაკუთრებით კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე ჩემი სიტყვა ქადაგება ჩემი სიბრძნის დამარცხებელი სიტყვებით კი არ იყო არამედ სულისა და ძალის გამოცხადება რათა თქვენი რწმენა იყოს არა კაცთა სიბრძნით არამედ ღვთის ძალით აი მტკიცებულება აგერ ჩვენ საბურთალოს ამ პატარა უბანში საბურთალო შედარებით დიდი ამ პატარა უბანში ვარ 21 საუკუნეა მე პირველი მეოთხედი მიიწურა კვირა დღეს ზეიმოთ და პავლე ყოველთვის 67 ფსალმური სარკოს წინ გვისწრებს ჯერ არის პავლეს ეპისტოლე მე არის სახარება როგორც დღეს ჩვენ წავიკითხეთ ჩვენ გაგვიხილა ღმერთმა თავისი სული ვინაიდან სული ჭვრets ყოველივე ღვთის სიღრმეებსაც ხოლო ჩვენ მივიღეთ არა ღვთის სოფლის სული არამედ სული ღვთისგან რათა ვიცოდეთ ღვთისაგან ჩვენთვის მონიჭებული და ამას ვლაპარაკობ არა ადამიანთა სიბრძნის შესწავლილი სიტყვებით არამედ სულიწმინდისგან შესწავლილი სულიერი განმარტება რა ბედნიერები ვართ ჩემო ძვირფასებო რა ბედნიერები რომ ჩვენ ვართ ქრისტიანები რომ გამოგვარჩია ღმერთმა გამიგეთ და ნუ ეხლა თავისი მოწყალებით მაგრამ კიდევ ვამბობ რომ ბევრი არის ეკლესიაში დადის მაგრამ ჯერაც ვერ მოგწეულა ჯერაც ვერ გაუგია რაშია საქმე ჯერაც მისთვის სულეთია რა თქმა უნდა ეხლა ყველა ვებწვით ბრუშობის ნებას ხო მაგრამ ჯერაც ვერ გაუგია იმ ბრუშოს სულ არ მიაჩნია ცოდვა და ასე შემდეგ და ასე ვერ გაუგია ეკლესიაში დადის ყველაფერს აკეთებს თითქოს მაგრამ არ არის ქრისტიანი დროზე უნდა მოვეგოთ გონს იმიტომ რომ არ წარწუნდნენ წამიერი ცხოვრება ხო სწორი ვარ და ნახეთ ჩემო ძვირფასებო რომ დღეს აი მოდიოდი პავლე მოციქულის ეს სიტყვები მინდოდა წამეკითხა ეს ხადაგება კიდე დღეს სახარება ნაწყვეტი მათეს სახარებიდან ასევე გეტყვით და აი როგორ ვიხავ იცი აი როგორც რო შევადარო ხადაგებელი მღვდელი ეს არის დირიჟორი წარმოიდგინე და ორკესტრი ეს არის იმას რასაც ხადაგებს რასაც კითხულობ თუნდაც ამ ეპისტოლეებს გამიგე და იმდენად გადამდებია პავლე მოციქულის ეპისტოლეები ჩემო ძვირფასებო რომ უკვე პავლესი არ იყოს აღარ ვიცით სადავ ზეცაში ვარ თუ დედამიწას გამიგე ისეთია პავლე მოციქულის ეპისტოლეები და აი როგორც დირიჟორი ხო ესეთი ძლიერი მუსიკარია მელოდია რომ ძლიერია რა დღეშია ხო გინახეთ არა რო გათიშო მელოდია გიჟი გეგონება ის რეჟისორი ისე იქნებს ხელს თავს ყველაფერს აი ესეთია ღვთაებრივი მუსიკა პავლე მოციქულის ეპისტოლეები ჩემო ძვირფასებო და დღეს სახარება 5000 კაცის გარდა ქალების და ბავშვების დაყურება 5 პური და 2 შემწვარი თევზი ანუ დაახლოებით 30000 ადამიანი იყო უდაბნოში და ნახეთ ღმერთი რას აკეთებს ქრისტე გააცნო ყველა და დარჩა კიდე ომრებით პური და თევზი რა მოხდა რა საკეთებდა ქრისტე ხელებში უცებ ხელში რამოდენიმე ასეულ პურს გააჩენდა როგორც დასაწყისია თქვა უფალმა იქნებ მზე და იქნა მზე იქნებ თვარე იქნა თვარე ყველაფერი რაც ქნა ღმერთმა წამიერა დაფიქდა მოიაზრა და ქნა და გააჩინა ამის დადასტურება პირდაპირ აი ახლა რაც წავიკითხეთ
30,000 კაცია, საჭმელი არ არის, სასმელი არ არის და უცებ ქრისტე თავის ხელთან ასეულობით და მე დავითვალე დაახლოებით მინიმუმ 30,000 პური გააჩინა და მოციქულებმა დაარქვა. თევზი ალბათ უფრო მეტი დაახლოებით 70,000 შემწვარი თევზი გააჩინა და მოციქულებმა დაურიგეს და სხვები. გესმით რა ხდება ასე და მე დღეს გამოვედი უთენია აივანზე თიანეთში და წარმოვიდგინე მე განთიაც დაველოდე წარმოიდგინე ყველაფერი ზერო ამოდის და ეს ხისიერად წამიერად გააჩინა ღმერთმა თქვა და კაი პური ცხოსაგურელი და შემწვარი თევზი მაგრამ თქვა და ზე გააჩინა სასწაულია და ამბობენ რომ აი მე რატომ უხვევ ამ თემას ზაფხულში ყოველთვის იმიტომ რომ ღვთისმშობლის ბაღში ვცხოვრობ ჩემო ძვირფასები ღვთისმშობლის ბაღში ხო ლუდოვიკოს ბაღები, ევროპული ბაღები, ლონდონის ბაღები, ფრანგული ბაღები ცნობილია, ხო? ვერსალის ბაღების სასახლე, რა ვერსალის ბაღი, ღვთისმშობლის წილხვეთ საქართველოში ცხოვრობ ჩემო. თვალებიდან არ ამოდის ის საიმის ალპური ზონები, რომელიც ბაღდადში მაქვს სულ გატარებული ჩემი ზაფხულის ბავშვობა და არ ყოფილვარ იქ და მადლობა ღმერთს, მადლობა მამა ლევონას რომ გერმანას რომ მიმასწავლეს ადგილი და წარმოიდგინეთ რომ რა სილამაზე ეს უნდა ნახო. აი სვანეთში რომ მიდიხართ ლამაზი მთებია, მაგრამ სანამ ესტიაში არ შეხვდა იმ სოფლიოს სილამაზეს არ ნახავ, მაგრამ აქ საიმეში რა ხდება, იცი? გზად რომ მიდიხარ სანამ იმ ალპურ საიმის ზონებში ახლა უკვე ფანტასტიკური მთებია. საიმე მთები. ნაძვებს წვერებია, თეთრი ხალხო რომ ნახავთ, მე ერთად დავდარ, თქვენ ძალკი ნახავთ, გაოცდეთ. ქვემოთ უცხულებში ჩანჩქერებია პატარ-პატარა. რაღაცა სასწაული ხდება და ღვთისმშობლის ბაღში ცხოვრობ ჩემი ძვირფასები, ღვთისმშობლის ბაღში და იმიტომ მიყვარს რომ ზაფხულშია, ზაფხულში ნახო, ხო? საქართველოს დაათვალებ, ზამთარში ყოველ დაათვალებ. ამიტომ მაქვს გამახვილებული ყურადღება და წარმოიდგინეთ რომ მზე გურიაში ამოდის თურმე ყველაზე ლამაზად და ყველაზე ლამაზად ჩადის. ეს არის ბახმარო, არიმთა ამოსავალი დილით-ელუნდებიან, არიმთა ჩასავალი, მერე ჩასვლას უყურებენ გურულები. ეს მე მითხრა, რასაც გეტყვით ჩვენმა მრევლმა დიმიტრი კვირკველია, აჩკო ბედენცის სიძე. მაგარმა ვაჟკაცმა კაცმა გურიაში გადასახლებულმა უკვე თბილისში ცხოვრობდა, მაგრამ გური იმდენად უყვარს, რომ იქ და ყველა ახალი ტაძარი არ შედება ფიზიკურად იღებს მონაწილეობა. და მან მითხრა მამაო, უნდა ნახო რაღაც ვის ნახო. მაგრამ ვიტოვებ იმედს ჩემი გურის, ჩემი ბახმარო და ჩემი ამომავალი მთის თაზე რომ დავდგები, როგორ ამოდის მზე იცი თურმე და იმიტომ ხალხი ტურისტები მზე რომ ამოდის ჩვენ ვხედავთ შორს ხო სადღაც ანუ ჰორიზონტზე ან ჩამოვაგზელს მიტუმეტე შორს აი აქ ამოდის თურმე 1 მეტრაში აი გეგონება აი აგერა მზე გესმის ასევე ჩამავალი მზე ჩემო ძვირფასი ხედავ ღვთისმშობლის ბაღი რა გვაღისა მეთმა და ნელ-ნელა მოვდივარ ჩვენს აზრზე სად ვცხოვრობ წარმოიდგინე რა მიწაწყალი გვარგუნა ღმერთმა და სულ ფიქრობ რომ ხო ყველაფერი აკიდებს ღმერთს ქრისტე ღმერთს ხო ყველაფერი აკიდებს თუ დავაკვირდეთ აი მაგალითად ამას წინათ წერტილი ხო რა კოღო დამესხა თავსისხლის წოველი კოღოები რაღაც იმ მომენტში ეხა დავდივარ დეზადორი და შესასხამი რო არ გიკვიროს და 3-4 ფრანგული და იტალიური შესასხამი ისინი კოღო საწინააღმდეგო და გამამწარა ჩემო ძვირფასი ესე იგი
ვეღარ ვიცინებ, იმიტომ მიგვინა და ისე წავედ რომ ავდექი და მეთქი უნდა მოვკრა. და რო ავანთე შუქი, გაჭხვიანია. აი წერტილი და თუ ჩვენ გავითვალისწინებთ რომ აი ეს გონება და სხეული ჩვენი ხო ერთი მიათები თქვა პირობითად დავიღოთ ხო? გონება არის ერთი მიათები მთელი სხეულის ხო? პირობითად. წარმოიდგინეთ, ახლა წერტილის ამას რა ტვინი აქვს? წერტილის მიათები რა იქნება? ალბათ თვალით ვერ დავინახოთ, საჭიროა მიკროსკოპი. გამიგე? და ნახე რა ჭკვიანი იყო ეს წერტილოვანი კოღო. რო ავანთე შუქი შეცვლა საწოლის ქვეშ, შეფრა. ნუ ჯოხი ცოტა იქით გადი. ჯოხი ატრიალე რა მქენი არ გამოწვა. ჩავაქვემე შუქი, დავწექი და ყურთან რო ჩამიზუილა, ისე წამოხდი ავანთე შუქი და კედელზე იჯდა. მივედი მე პირსახოცი ვესროლე და გადარჩა და დაჯდა ჭერზე და გადაფრთხილდა. წარმოიდგინეთ რა ჭკვიანი, რა ჭკვიანია, წარმოიდგინეთ. გესმით თქვენ წერტილის მიათები გონებაში ღმერთმა რა სიბრძნე მიცა კოღოს. კოღოც აღიდებს ღმერთს. აღარაფერს ვამბობ რომ ვეფხვი, ლომი, სტილო ეს ღვთის სადიდებელია, ჩემი ძვირფასობა დასასწაულია ეს ყველაფერი. ფლორა, ფაუნა და ამიტომ არის წერია ფსალმში თქვა უგუნურმა და სულელმა რომ არ არის ღმერთი, იმიტომ რომ ამ ყველაფერს რომ იტყვიო თავისი შეიქმნა ამდენი უგუნური და სულელი. და ქრისტეს იროდი მეფე, ჰეროდე მეფე უბრალოდ. ჰეროდე მეფე ეძებდა ქრისტეს. და პილატემ რო გააგზავნა, რადგან გალილეველიაო, მიმართეთ ჰეროდეს. გაუხარდა ჰეროდეს ამ მრუშს, უსნეო ადამიანს, ყოვლად განჭებულ ადამიანს. გაუხარდა იმიტომ, რომ სასწაული მაჩვენე, ნახო ერთ სასწაულებს, იმიტომ რომ აი ხა რაც თქვი ეს ხო გავარდა სახე და ყველა მიცოდა ქრისტემ 60,000 შემწვარი თევზი მომენტალურად გააჩინა. 30,000 პური გააჩინა. პეტრეს და მოციქულებს უთხრა აი გადააგდეთ ბადეო და უამრავ თევზს ამოიყვანთო და მთელი ღამე თევზაოთ არ არის თევზი აკავა და გადააგდეთო. ანუ მომენტალურად გააჩინა უამრავი დიდი ცოცხალი უკვე შემწვარი თევზები. ეს ყველაფერი ხო იცოდა ჰეროდემ და უნდოდა რომ ენახა სასწაული და უხაროდა თავის მრუშკალებთან ერთად, მეინახეებთან, ნოთებთან. აბა გვანახე სასწაულიო ეუბნებოდა რა თქმა უნდა ქრისტემ. არ ენახა გარცეთ სასწაული არ მოიმოქმედა ქრისტე ჩემო ძვირფას. რაზეც გაბრაზდა და აწამა ქრისტე ამის გამო. აი ისე პროტოტიპები ვინც სიტყავს ღმერთმა აბა გამომეცხადოს და ამანახოს თავი და მეც ვიწამებ და სისულებს აქვს არ წამის. აი ჰეროდესნაირი ტიპები არიან ესე. მე რაც თქვი, ჯერდი ამდენი სასწაული მომხდარა ხო ისტორიიდან ჩვენ ქვეყანაში ღვთაებრივი ცეცხლი ავიღოთ, გველები ავიღოთ ხატებთან რომ მიდია, ყვავილი გამხმარი რომ ერთ-ერთ დღესასწაულზე ნელდება, სხვასგან დავალებოთ თავი ადიდ ბატონო იოანე ზედაზნელის ხსენების დროს, იოანე ზედაზნელის მონასტერში და სადაც ასაფლავია იოანე ზედაზნელი, როგორ სვერდება კედლები. მარტო იმ დღეს სხვა დროს რაც უდიდამის საბინივი ეს არის იოანე ზედაზნელის სასწაული. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და როცა ფლორას, ფაუნას, ცას, ვარსკვლავებს გადახედა და ვერ გამოიტან დასკვნას, რომ ამას აქვს უდიდესი შემქმნელი და უდიდესი გენიოსი, უსაზღვროდ დიდი გენიოსი. ანუ ღმერთი მაშინ შენ ვერაფერს ვერ გამოიტან, ვერ ცხოვრებიდან დასკვნას. ვერ საერთოდ ვერაფერს ვერ გაანალიზებ სასიკეთოს. და ბოლოს ჩემო ძვირფასებო მე მინდა გავასრულო ჩემი ქადაგება იმით, რომ
დავასრულო ჩემი ესე იგი რაც უფრო დრო გადის უფრო და უფრო რაც უფრო დრო გადის უფრო და უფრო ჭირდება კონსპექტი იმიტომ რომ თავიდან ყველაფერი ამოვარდება ხოლმე და მოკლედ მოდი ამით დავასრულო თითქმის შევეხმიანეთ სახარებას შევეხმიანეთ ეპისტოლეებს შევეხმიანეთ დღევანდელ წმინდანს და კვლავ ღვთისმშობლის ბაღით დავასრულოთ მოკლედ და თქვა მე სულ მეგონა რომ ეხლა ვლადიმერ მაიაკოვსკი მსოფლიო დონის პოეტია იცით რომ ვლადიმერ მაიაკოვსკის ქონდა აქვს ესეთი ლექსი რომ თუ ვიგულისხმებ დედამიწაზე 64 სულ თარგმნილი ხო ესეთ არის ეს საქართველოს საბშო ჩემ და საინტერესო რა არის რომ მე მეგონა რომ ბაღდადის შუა წყალთა შუას და საირმის თვითონ კურორტის საირმის თებით ლაპარაკობდა და სულიად სამართლიანი და საკმარისი იყო რომ ეთქვა რომ დედამიწაზე 64 საქართველოა მაგრამ ეხლა მოდი ასე რომ მამამისი მეტყევე იყო და აი იმ ალპურ ზონებში რომ გითხარი რა თქმა უნდა მაიაკოვსკი დადიოდა ვლადიმერ მაიაკოვსკი და აი ახთოვანებული ამ ყველაფრით რაც მე იქ ნახე და ახლა არ დავიწყებ განმეორებას თქვა თუ ვიგულისხმებთ დედამიწაზე 64-ს ეს საქართველოა სამშობლო ჩემ ჩვენთანაც არ დაიყო ჩვენთანაც ვიშობეთ დაგლოცოთ და გაგახაროთ მე ამინ